მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელ სალოს მამა გაბრიელს, რომ რეთქვა, ადამიანის სამშვინველი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, ამ 12 ვიდეოს შინაარსი ასე თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია. საუბარი მეათე. გენი და სამშვინველი. ჯერ შესავალი. ჩვენი გენის მოლეკულაზე აისახება ჩვენი მაკრონაწილის მთელი ბუნება. ეხლა მე სიტყვა მაკრონაწილი ვახსენე. რა სიტყვაა ეს და რას გულისხმობ ამ სიტყვაში, ჯერ ამაში გავერკვიოთ. ავხსნათ. ჩვენი ბიოლოგიური სხეული მოიცავს გარეგან ორგანოებს და შინაგან ორგანოებს. კუნთები, კანი, ეს ჩვენი სხეულის გარეგანი ნაწილია, ხოლო გული, ფილტვები და ასე შემდეგ ჩვენი შინაგანი ორგანოებია. რაღაც ასეთი ხდება ჩვენს უხილავ ანატომიაშიც. ვის ეკუთვნის ჩვენი ღვთაებრივი გონება, ანუ სული? რა თქმა უნდა, თქვენს პიროვნულ მეზს. ვის ეკუთვნის თქვენი სამშვინველი? რა თქმა უნდა, თქვენს პიროვნულ მეზს. ვის ეკუთვნის თქვენი სხეული? რა თქმა უნდა, თქვენს პიროვნულ მეზს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა და პიროვნულ მეზს აღრჩობს ხოლმე თავისივე სხეულებრივი გონება ან სამშვინელის გონება. პიროვნული მე შინაგან ორგანოსავით არის მოქცეული ამ სამ გონებას შორის. აი ამ პიროვნულ მეს ვუწოდე მიკროსკოპული ნაწილი ადამიანის უხილავ ანატომიაში. ხოლო აი იმ სამ გონებას, გონებას სულისას, გონებას სამშვინველისას, გონებას სხეულისას ვუწოდე მაკრო, ანუ დიდი ნაწილი ადამიანის უხილავ ანატომიაში. აი ამ სამ გონებას ყველას ერთად ვუწოდე მაკრო ნაწილი, ანუ გარეგანი ორგანოები. ხოლო პიროვნულ მეს ვუწოდე მიკრო ნაწილი, ანუ შინაგანი ორგანო. ადამიანს შეუძლია, მაგრამ არა ყოველთვის, მიიღოს შთამომავლობით მშობლის მთელი მაკრო ნაწილი გენის გზით. ეხლა კი დავიწყოთ ის, რაც სათაურის მოცემულობაში გვაქვს. იუდეველები დღემდე თავიანთ წინაბრად, მამად, ბიბლიურ აბრაამს თვლიან. ვინ იყო ბიბლიური აბრაამი? ის იყო ძალიან ღრმად მორწმუნე და მიიმდობი ღმერთზე. გაიხსენეთ, მან შვილიც კი გაიმეტა სვერპლად. მის გაახსნილ სულიერ გონებაში რწმენა ძალუმად კიაფობდა. როგორი სამშვინელი ჰქონდა აბრაამს? მიწიერი? არა, მის სამშვინელზე სულიერი გონება გადმოდიოდა, რადგან მის მზიურ სამშვინველი კეთილშობილური სამშვინველი იყო. საიდან ვასკვნი, რომ მისი სამშვინველი არამიწიერი იყო? აბრაამი მუდამ გრძნობდა, რომ დედამიწაზე დროებით ცხოვრობდა. მაშინაც კი, როცა ძალიან გამდიდრდა, მაშინაც კი არ აიშენა სასახლე, კარაში ცხოვრობდა, რადგან გრძნობდა, რომ შორიდან იყო მისი სამშვინველი მოსული და დედამიწაზე დროებით უნდა ეცხოვრა. ის გრძნობდა, რომ მისი სამშვინველი დედამიწელი არ იყო. აი ამ ბუნების და რწმენის მქონე გენის შთამომავლებად თვლიდნენ იუდეველები თავიანთ თავს. მოდი ახლა ვნახოთ ამ გენის მატარებელ ფარისევლებსა და ქრისტეს შორის რა დიალოგი გაიმართება. იესომ უთხრა იუდეველებს: თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ.
მას უპასუხეს: ჩვენ აბრაამის თესლი ვართ და არასოდეს ყოფილვართ არავის მონები. იესომ უპასუხა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. ვიცი რომ აბრაამის თესლი ხართ, მაგრამ ჩემს მოკლას ეძებთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ თავსდება თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამა ჩემთან ნახე, თქვენ კი აკეთებთ, რაც მამა თქვენთან მოისმინეთ. უპასუხეს და უთხრეს: ჩვენი მამა აბრაამია. იესომ უთხრა: თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. თქვენ მამა თქვენი საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას: ჩვენ სიძვით შობლნი კი არ ვართ, ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი. იესომ უთხრა: ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამა თქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტება ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა. ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის სიტყვებს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არ ხართ. ახლა მე ვაგრძელებ. განა ღმერთისგან არ არის თითოეული ადამიანი შექმნილი? ხო და არაც. რა პასუხია ეს? ღმერთმა ორი სხეული შექმნა მხოლოდ, ადამის და ევასი. ამ სხეულებში ჩადო უნარი რეპროდუქციისა, უფრო მეტიც ვიდრე რეპროდუქციისა, ანუ გამრავლებისა, მაგრამ რომლის გამრავლების უნარი ჩადო? მხოლოდ სხეულის? არა მხოლოდ სხეულის, არამედ სამშვენელისაც და ღვთაებრივი სულისაც. გენეტიკაში ჩაიდო სულის, სამშვენელის და სხეულის მონაცემების გადაცემის ავტომატური უნარი. ეს როგორ? ზემოთ მქონდა ნათქვამი, რომ სამშვენელი გულის გზით მოქმედებს სისხლზე. თუ სულიერი გონება ღიაა, ის მოქმედებს სამშვენელის ბუნებაზე. ამიტომ სისხლმა შეიძლება სულის ბუნებაც სამშვენელის გზით მიიღოს. ამიტომ გენის გზით მშობლების მთელი მაკრო ნაწილი შეიძლება მემკვიდრეობით მივიღოთ. მემკვიდრეობით ვერ მივიღებთ პიროვნულ მესს. ის განუმეორებელია მთელ სამყაროში. მას მოაქვს თავისი ინდივიდუალური რამ ზემოდან, რომელიც დიფუზირდება დეთის მუცელში დახვედრილ მშობლების მაკრო ნაწილის ბუნებასთან. გავიმეორებ ზედა წინადადებას. გენის გზით მშობლების მთელი მაკრო ნაწილი შეიძლება მემკვიდრეობით მივიღოთ. აი ამ გაგებით ვართ ჩვენ ყველა ღმერთის ქმნილებები, მაგრამ ყველა არა შვილნი. ღმერთის ქმნილება ჯერ არ ნიშნავს ღმერთის შვილებას და ეს ზემოთ მოყვანილ სახარებისეულ ადგილში ჩანს. ვინ არიან ღმერთის შვილები და ვინ არიან სატანის შვილები? სხეულები ხომ ყველას ერთი ძვალისაგან და ხურცისაგან გვაქვს. ერთი სული გვიდგას პირში. რა არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენში ღმერთისა და ეშმაკის შვილობას? ეს არის სამშვინველი. იესო აღიარებს იმ იუდეველებში აბრაამის გენის არსებობას, მაგრამ მათ შვილებას აბრაამთან უარყოფს, უარესიც სატანის შვილებად მოიხსენიებს. თუ აბრაამის თესლია მათში, მაშინ ეშმაკის შვილნი რანაირად არიან? მათი სხეული აბრაამის გენს ატარებდა, ოღონდ მათი სამშვენელის გონება ეშმაკის გამოჩეკილი იყო და ეს გამოჩეკილობა ისეთივე რეალობაა, როგორც ფიზიკური კვერცხიდან წიწილას გამოჩეკილობა. კიდევ
იესო სახარებაში ამბობს: ყოველი ხე, რომელიც ჩემმა ციურმა მამამ არ დარგო, ძირფესიანად აღმოიფხრება. განა აქ სხეულებრივი გენეტიკური ჯიში იგულისხმება? რა თქმა უნდა, არა, აქ ისევ სამშვინველი იგულისხმება. წინა ვიდეოებში მქონდა ნათქვამი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარდატეხის წლების პერიოდი სამშვინველის ბუნების ჩამოყალიბებაზე, რომ სხეულის ცდის დასრულებასთან ერთად სამშვინველის ბუნებაც ჩამოყალიბებულია. ის დასრულების ასაკში უკვე ან მიწიერია, ან არამიწიერი, ან იშვიათად სულიერია, მონოისტურია. ამაზე დაწვრილებით მიწერია მცირე ნაშრომში, რაში გვჭირდება ქალწულება, ანუ როგორ გავზარდოთ შვილები. ვეცდები ეს ნაშრომიც დავდო მომავალში. ეხლა კი რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გენის პროგრესისა და რეგრესის მიზეზი სამშვინველია. გვარში მთელი თაობების სწორი მოღვაწეობაა საჭირო, რომ მომავალ თაობას არამიწიერი ან სულიერი სამშვინველი დავახვედროთ. ველური ერები ამ პრობლემას სხვა ერების ქალების მოტაცებით წყვეტდნენ. თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი ტენდენციაა, რომ ყველა თვითონ თავისი ნებით ლუციფერის სამშვინველის გამოჩეკვაზე მუშაობს, თან ისე მუშაობს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ამაზე მუშაობენ. როგორც თქვი, სამშვინველის ბუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკი. მთელი საგანმანათლებლო სფერო დაწყებული საბავშვო ბაღიდან უმაღლეს სასწავლებლამდე დასრულებული. პლუს ამას მას-მედია და ღამის საზოგადოებრივი ცხოვრება პირდაპირ ამზადებს იმ სამშვინველს, რომელზედაც ქრისტე იყვირა. იქედნეთა ნაშობნო გველებო. უამრავი დემონსტრაცია იცის მსოფლიოს ისტორიამ ამა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ერთი დემონსტრაცია არ ჩატარებულა ლოზუნგით შორს ჩვენი შვილებისგან ლუციფერული აღსდა ან რაღაც ამგვარი. ჩახედეთ უნარების კითხვარების ეგრეთ წოდებულ სწორ პასუხებს, შეადარეთ ქრისტეს ცნებებს და იმ წამსვე მიხვდებით, როგორ სამშვინველებს ზრდის ჩვენი და სხვა ქვეყნების განათლების სისტემები, რომლის უკანაც ამა სოფლის დროებითი მთავარი ლუციფერია ჩასაფრებული. რა გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკოსებს არ აქვთ ბიბლიის გადასახედიდან პოლიტიკური მოვლენების ხედვა გახსნილი. პირადად მე ვფიქრობ, რომ ქართული კეთილშობილური გენი უკვე სულს ღაფავს. გადაგვარდება სამშვინველი, მერე გადაგვარდება გენი და მერე გაქრება ერი. აი რა გიგანტური მნიშვნელობა აქვს სამშვინველს გენზე. ყველაზე ძვირფასი სისხლი. იესო ქრისტემ ადამიანის ხატება მიიღო. ესე იგი სისხლიც ადამიანური მიიღო, მაგრამ ამ სისხლმა გაწმინდა დედამიწის სამშვინველი, როცა ის მასზე დაეცა. ამ სისხლმა ჩამორეცხა კაცობრიობას პირველქმნილი ცოდვა. ეს სისხლია, რომ შეუნდობს და გაანწმენს ჩვენს სისხლს ცოდვებისაგან. თუ ეს სისხლი ადამიანური იყო, როგორ გაწმენს ის ცოდვილი ადამიანის სისხლს? იესოს სისხლზე ახალი ადამიანის სამშვენილის ბუნება გადმოდიოდა. რას ნიშნავს ეს? ადამს მაშინ ექნებოდა სულიერი სამშვენელი, როცა ის სიცოცხლის ხის ნაყოფს მოიღებდა. აი ეს წმინდა სამშვენელი ჰქონდა იესოს. აი ასეთ სამშვენელს შეეძლო სრულიად ჩაეტია თავის თავში ღმერთის სული. აი ამიტომ იყო მისი სისხლი ასეთ ძვირფასი. ასეთ სამშვენელს უნდა სტკენოდა. ასეთი
ტკივილის სისხლი უნდა დაცემოდა წვეთებად დედამიწას, თორემ უამრავს ტკენია და უამრავს დაუღრია სისხლი რაღაცისათვის. აი ამიტომ გახდა საჭირო ღმერთის განკაცება. სამშვინველი განწმენდა სამშვინველს, სისხლი სისხლს, სული სულს. აი რატომ არის იესოს სისხლი ასეთი ძვირფასი, თანაც ტკივილის სისხლი. ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოსზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 91. გმადლობთ.